მოგესალმებით ქართველებო, გილოცავთ ახალ წელს, მრავალს დაესწარით. ღმერთი იყოს ყოველთვის თქვენ გვერდით. უფალი ფარავდეს თქვენს ოჯახებსა და თქვენ საყვარელ ადამიანებს. მე დღეს ცოტა რთული ვიდეო უნდა განახოთ, მაგრამ თავს უფლებას არ მივცემდი, რომ რა თქმა უნდა, ჯერ ახალი წელი მინდოდა თქვენთვის მომელოცამ. არ გვაცლიან სამწუხაროდ, რომ ამოვისუნთქოთ და ნორმალური ცხოვრება განვაგრძოთ, რადგან ჩვენ ბევრი გვაქვს მეგობრებო ერთად საბრძოლველი, ერთად ბევრი მძიმე დროება უნდა გავიაროთ, მაგრამ ერთი რამე ჩემგან ყოველთვის გახსოვდეთ, რომ ქართველებს არასდროს არაფრის არ გვეშინია. ჩვენ ვართ ქრისტიანები, ჩვენ ვართ მართლმადიდებლები და სწორედ აი სიმბოლურად დღევანდელ აი ამ ჩემს სახალწლო მიმართვის პარალელურად მინდა აი ამ სატანის შესახებ, რომელსაც ჩემგან ხელმარჯვნივ ხედავთ, განახო და სრული ილუსტრაცია მოვახდინო თუ რა ხდება ეგრეთ წოდებულ ზელენსკის მართლმადიდებლურ ეკლესიაში, რომელიც 2018 წლის შემდგომ სქიზმაში იმყოფება. თავიდან ბოლომდე უკვე მას მართლმადიდებლური აღარ ეწოდება, ესენი უკვე არიან გაკათოლიკებულები, მაგრამ გაკათოლიკებაც არ არის აქ იმდენად დიდი პრობლემა, რასაც ახლა მე ამ ვიდეოში თქვენ განახებთ. მეგობრებო, აი ეს ხდება უკრაინის სამწუხაროდ ეკლესიაში. აი ხა მე მინდა კადრს ჩაგირთავთ. თქვენ განსაჯეთ ყველაფერი აბსოლუტურად. Десь там ваш Бог помагає. Во. А це свято я роблю кожен. დააკვირდით, ეს არის გაშარჟებული, ნახეთ. ამ პრეზიდენტორს თუ წამყვანს თუ ვინც არის, არ ვიცი, სატანის ფორმაცია, ანუ ერქებს დააკვირდით. ახლა მე არ მინდა რომ რაღაცა მე დააკვირდით, ერქებს დააკვირდით, მოსასხამს დააკვირდით, წითელს და მის ფონზე უკან არის მართლმადიდებლური ხატები, მართლმადიდებლურ ეკლესიაში ხდება, უკრაინის მართლმადიდებლურ ეკლესიაში. პირდაპირ სატანური რიტუალი. უყურეთ. Це свято я роблю кожен день. Шахеди. აი ეს არის შამანიზმისა და აი სატანიზმის, აი როგორ ვთქვა, ტანდემი, რითიც აი რუსეთ-უკრაინის ომი რაც დაიწყო და შინაარსობრივად მას რა საფუძველი წუდებს, ის არის რომ ორი მართლმადიდებლური ქვეყანა ერთმანეთს გადაკიდეს, აომეს, სამუდამოდ შეაძულეს ერთმანეთი. და რაც ყველაზე მთავარია, რაზე მიდის, ახლა ვინც ჭკვიანი ადამიანი ხართ, ვინც აი ქრისტიანი მართლმადიდებლები, თქვენ მიხვდებით. ეს არის სპეციალურად შეკვეთილი იმისათვის, რომ უკრაინელ ხალხს რწმენა საბოლოოდ წაართვა და გამოგლიჯონ საკუთარი ეკლესია ხელიდან. ახლა უყურებთ რა. Тривоги, орешник, орешник. Я вже так втомилася робити. შეხედეთ რა ხდება. ტაძარში რა ხდება? დისკოტეკაა მოწყობილი. ნახეთ. დააკვირდით. ეს არის ნახევრად კათოლიკური, ნახევრად მართლმადიდებლური უკრაინის ერთ-ერთ ადგილას დასავლეთ უკრაინაში, დააკვირდით. და ჩვეულებრივად რა, ნახეთ, აი აქ იყო ხატი გამოსახული, ხო ხედავთ? და აქ ჩვეულებრივად მიდის, ან ჩვეულებრივი DJ-ია. მიდის კლუბური მუსიკა. პირდაპირ ეკლესიაში ხალხო. ანუ ეხა მე ძმაო ამაში თუ ეხა პრობლემას თქვენ ვერ ხედავთ და კიდე რავი რაღაც შეთქმულების თეორიებიაო ესენიო რა ქვია აქამდე რა ერები ჩვენ გაგვიჟღერებია და აზრი რომ ეს რაღაც შემთხვევით ხდება ეს ყველაფერი შემთხვევით ხდება ის ფაქტი რომ რუსეთი და უკრაინა აომეს ერთმანეთს ამდენი 1000 ბიჭი ჩაახოცინეს უკრაინელი ვაშკაცები რა თქმა უნდა ამდენი ახალგაზრდა აგარ ბლინკენი გამოვიდა და რას ამბობს რომ ისა რა გაწვევისასა კი დააგდეთ თოთაბლად. თქვენ ხვდებით რასთან გვაქვს საქმე? და მე კიდე ცალკე ვიდეო შეგიწერთ იმაზე, როგორ მიყავთ უკრაინელი ჯარისკაცები ძალით ომში. და ამათი მთავარი პარტნიორი და ამათი მთავარი მშვიდობის, როგორ ვთქვა, არწივი, ხო, მთავარი ამერიკის შეერთებული შტატები და ევროპა. ზუსტად იგივე ზღაპრებს უყვებოდა უკრაინას, რასაც ახლა რა ზღაპრებსაც აი საქართველოს უყვებიან. თქვენ გახდებით ნატოს წევრი, ევროკავშირის, ყველაფერი კარგად იქნება, ყველაფერი ისე იქნება. აი შედეგი რა არის? აი ეს არის დამსახურება აი ამ სატანის. ნახეთ, ზელენსკის ერთი ვიდეო მქონდა აქამდე გადაღებული, 100,000-ზე მეტი ნახვა ქონდა და მადლობა ღმერთს ბევრმა ნახა ეს ვიდეო და კიდევ ვისურვებ ბევრმა ნახოს. ეს ადამიანი, რომელიც ამ რამოდენიმე დღის წინ გამოვიდა და ამერიკის შეერთებული შტატებს მადლობა გადაუხადა ივანიშვილის დასანქცირებისთვის რა. აი ამ ადამიანმა, რომელმაც ჩახოცა უკრაინელი გენოფონდის უდიდესი ნაწილი. რომელიც ვერს დასავლურ დაფინანსებებსა და ვერს დასავლურ შეიარაღებას ვერ იყენებს და კილომეტრით კი არა 100 მეტრითაც ვერ მიწევს უკრაინა წინა მომში
დაბაზე თვითონ ამერიკელი ბლოგერები და ამერიკელი კორესპონდენტები გამოდიან და სულ აკრიტიკებენ იმაზე, რომ ამ ხელა ფული მიაქვს ზელენსკის, კაცმა არ იცის ეს ფული სად მიდის. ამ დროს უკრაინა საერთოდ ვერაფერს ვერ აკეთებს ბოლო 2 წლის განმავლობაში. საერთოდ ვერაფერს. ნუ იმ უაზრო გარღვევას თუ არ ჩავთვლით და კურსკში გააკეთეს და მანდ სტრატეგიულად ძალიან დიდი შეცდომა დაუშვეს, რადგან მთლიანად ცენტრალური 1000 კილომეტრიანი ფრონტი მთლიანად მოაშიშვლეს და რუსები შევიდნენ და სოფელს და ქალაქს იღებენ. აი გეკითხებით, აი ეს ადამიანი ეხა მადლობას უხდის ამერიკას, რომ ივანიშვილი იმის გამო დაასანქცირეს, რომ ომი ამ ქვეყანაში არ ყუდებით თქვენ, არ ყუდებით ჩვენ. იმის გამო რომ სუვერენიტეტს იჭერს ბიზინა, ამის გამო ეს ადამიანი, რომელიც რა ვიცი, აი ხო გეუბნებით, მე ესეთი წინასწარმეტყველება მაქვს ხალხნო რა, ბოდიში წინასწარმეტყველება არა. ესეთი პროგნოზი. ამ ადამიანს ჩემგან ხელმოჩნი ვინც არის ვოლოდიმირ ზელენსკის, თავად უკრაინელი ხალხი გამოუტანს განაჩენს. მე ამის გარანტიას მე სრულიად ვიცლებ. ამ ადამიანმა ძალიან ბევრი დააშავა უკრაინელი ხალხის წინაშე. მას შეეძლო მიაეცილებინა თავიდან, მას შეელო სხვანაირი დიპლომატიური პოლიტიკა ეთამაშა და საერთოდ ის რა სიგიჟეები მას მაიდნიდან დაიწყო და ზელენსკის ომით დამთავრდა. ყველაფრის აცილება შესაძლებელი იყო. მაგრამ არა სპეციალურად გააკეთა ეს დავალებით. ომი რო დაიწყო, რადგანაც ფაქტია ეს, რომ ერთ კვირაში სტამბულში რო შეხვედრა გაიმართა, ბორის ჯონსონმა უთხრა ზელენსკის, რომ ომი არ დაამთავრო და მაგის გამო საზავო პირობები ვერ შესულა და საერთოდ ზავზე ვერ წავიდნენ რუსები და უკრაინელები. ერთ კვირაში იმაში გაიმართა, მერე ისრაელში იყო ესეთი მცდელობა. ერთ-ერთი ებრაელი გავლენიანი ადამიანი ერეოდა ამაში. მანდაც დასავლეთმა თქვა, არაო, უკრაინამ უნდა იომოსო. ეს მერე ჩადის იმაში, რა ქვია, პენსილვანიაში, ამერიკაში BlackRock-ის ერთ-ერთი იარაღის საწარმოში. ამის კადრები და შეგიძლიათ შეხვიდეთ ინფორმაცია და აფორმებს ხელშეკრულებას, რომ დანგრეულ უკრაინას ააშენებს BlackRock. რომელსაც აიძულა აი ამ ადამიანს, ნუ მისი ხელით, რა თქმა უნდა, არავიდან არ აიძულებია ზანკარი, ეს არის შოუმენი, ჩვეულებრივი შოუმენი. დადგმული სპექტაკლის ერთ-ერთი მონაწილე მთავარი, რომელიც მისია და მიზანი არის, რომ ეს ორი დიდი სლავური ქვეყანა, უკრაინა სიდიდით ეხა რუსეთის მერე ყველაზე დიდია ევროპაში, ეომათ ერთმანეთთან, ჩაეხოცათ ერთმანეთი, სამუდამოდ შეძულებულად ერთმანეთი, იმიტომ რომ უკრაინელს და რუსს რაღაც შეარიგებს და რა ხდება 7 იანვრიდან გადმოიტანეს 25 დეკემბერს შობა. ნელა გაკათოლიკება, სატანიზმი. აი ეს არის მეგობრებო, ეს შემთხვევით ხდება? რავი, ამის თუ თქვენ შემთხვევითობის გჯერათ, ანუ ეს იგივეა ძალიან დიდი აბსურდია, აი წარმოიდგინეთ ახლა იმაში რა ქვია, შუაგულ ივლისში რომ მოვიდეს თოვლი თბილისში. აი ეგეთივე აბსურდია, ახლა ადამიანს ოდესაც ეუნებიან, ამას სხვა გზა არ დაუტოვეს. ძალიან ბევრი სხვა გზა ქონდა ამ ადამიანს. მისკი შეთანხმების დარღვევა, რომელიც გაფორმებული იყო მანამდე ბელორუსში. ერთი წამით მაინც უარი რო ეთქვა და მასაც სუვერენიტეტზე დაიწყო, რომ ჩვენ კი ევროკავშირის ქვეყანა გავხდებით, მაგრამ ჩვენი პრინციპები გვაქვს, რასაც ბიძინა აკეთებს ახლა. არა ამან გაატრაკა, არა რუსულ კომპანიებს, არა რუსულ იმას, არა რუსულ ამას, დაიწყო მასობრივი დეპორტაცია რუსების, ანტირუსოფობია, რუსების მაქსიმალური შევიწროება. აი, კაროჩი, ყველანაირად გაატრაკა ზელენსკიმ და ყველანაირად აიძულა, რომ რუსეთი უკრაინაში შესულიყო. ამას, ეხა ამ იმას ზღაპრებს. ეხა რო გვიყვებიან ვითომ პოლიტანალიტიკოსები, რომ ეს ყველაფერი, რა ქვია, რუსეთი უბრალოდ თავისი მოიხუშტურა და შევიდა უკრაინაში, ამას აღარ ვჭამთ უკვე რა. ეს ძალიან კარგად ვიცით, რა ხდებოდა დონეცკი, რა ხდებოდა ლუგანსკი, რა ყველაფერი ძალიან კარგად ვიცით და მათ შორის რა ხდებოდა ყინიმში. ეხა მინდა შემდეგი კადრი განახოთ. აი ეხა ლავრაში. აი ეხა ეს არის ქრისტიანობა, ეს ამართმოიდებლობა, დააკვირდით. პირდაპირ იმაში ეკლესიის შესასვლელში. და ეს არის ხალხო რა ეხა ქრისტიანობა? რასაც ისინი აკეთებენ, როგორ აშარშები და როგორ დაცინიან? ანუ ეს უკვე ზელენსკის მიერ ჩატარებული სლავა უკრაინა ცნობილი შესრულებული. აი, ნახეთ, აი ამას აცვია თეთრი ანგელოზის ფორმა. ესენი ვითომ რაინდები უკრაინის დროშით. აი ეს რომაელების ფორმაში რატო არიან ჩაცმულები დააკვირდით ამ იმას, რა ქვია, ტანისამოს რა, ჯერ აქ მართლმადიდებლური მოსასხამია. ეს დიდი ცული რაც უჭირავს ეგ არის რომაული და ის სადა მუზარადის არის რომაული. ეს არის რიტუალი. და ეს გახარებული ეს ბედნიერი ხალხი აკვინების ზიან არიან აი ამ პროპაგანდის მსხვერპლი. რომელიც დათესა სწორედ აი იმ დასავლეთმა, რომელიც ჩვენ გეუბნება, რომ ეხა ჩვენი სცენარი თუ არ ითამაშებ, დასანქცირებულები ხართ, გარიყულები ხართ, თქვენ არ ხართ დემოკრატიული ქვეყანა, თქვენ ხართ ესეთები, თქვენ ხართ ისეთები, ამერიკას რაც აწყობს, ეგრე ხდება ყოველთვის ყველაფერი რა.
ჰუსეინი ერთ დროს იყო კარგი, მერე გახადეს ცუდი. კადაფი ერთ დროს იყო კარგი და თანამშრომელი, მერე გახდა უცებ ცუდი. ბიზინაკამდე კარგი იყო, ახლა ცუდი გახადეს. აი ეს არის ორკესტრირებული დემოკრატიული ინსტიტუტების მიერ ჩამოყალიბებული მეხუთე კოლონის მიერ მართული სისტემა. აი ამ უბედურებისკენ ეკაჩებიან ქართველებს, სწორედ ხვდებით? აი ამ უბედურებისკენ ეჩალიჩებიან, რომ ჩვენ გადავეშვათ ომში, გავხსნათ მეორე ფრონტი, ვეომოთ რუსებს, ჩავიხოცოთ აქ ჩვენ. და მე რა თქმა უნდა, იქიდან წამოვა, ჩაიცმევენ, რა ქვია, ფეხზე, რა ქვია, საქართველოს დროშით ნასკებს, გამოლენ, დაგმობენ იქიდან ძალადობას, რაღაც სისულელებს და საერთოდ არც კაცი დაგვეხმარება, იქიდან არც ტექნიკას მოგცემენ არაფერს. უკრაინა დიდია და წელავს ამდენი ხანია ომს. უკრაინელები და ვაშკაცი მეომრები არიან. მე მაგათ არ უკარგავ ამ ყველაფერს. მე შეიძლება ეკლესიას ვაკრიტიკებ და აი ამ სატანას, მაგრამ უკრაინელები ვაშკაცი ხალხი არიან, მე პატივისცემა გამოჩნია მაგ ადამიანებს, მაგრამ მეცოდებიან. მეცოდებიან, რომ ახოცინებენ არაფრის გამო და მე თქვენ ვიდეოს განახებთ, მეგობრებო, როგორ მიყავთ ჩემი ტოლა და ჩემზე ბევრად პატარა ადამიანები ძალით ომში. ეს ხო იყო იმის პროპაგანდა ომი, როდესაც დაიწყო, რომ აი რუსებს ძალით ერეკებიან ომში და ეს პუტინი შიშით ხდება, იგივეს აკეთებს უკრაინას ზუსტად. ამ ომის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო. კარგი დიპლომატიით. აი ტალეირანის სახის დიპლომატი, ვინმე რომ ყოლოდა უკრაინას ერთი მაინც ან მატერნიხის ან ტალეირანისნაირი, ხო? მაგრამ ეს იყო სპეციალურად დაგეგმილი პროექტი ხალხო. ეს მე კი არ გამოვიგონე ხალხო, აგერ ბჟენსკის საჭადრაკო დაბა გადაშალეთ 80 გვერდიდან 130 გვერდამდე თლიანად მინდა გადაიკითხოთ რა. უკრაინასა და რუსეთს შორის არსებული ომი წლებით ადრე იყო დაგეგმილი. წლებით, ძალიან დიდი ხნით ადრე. ამერიკის გეოპოლიტიკოსები მუშაობდნენ, ეს არის ძალიან ცნობილი და მე ამაზე თუ გინდა ცალკე ლექციასაც ჩავატარებ და ვიდეოს სახით დავდებ. ეს არის დაპირისპირება გეოპოლიტიკური რიმლენდსა და ჰარტლენდ შორის. რიმლენდი ეს არის ზღვისპირა ცივილიზაციები და ჰარტლენდი არის, რომელსაც ზღვაზე გასასვლელი არ აქვს. ანუ რუსეთი. ეს კარპატებიდან და იქიდან ვლადივოსტოკამდე ითვლება. რიმლენდში ასევე საქართველო გადის, ასევე უკრაინა. დასავლეთს აწყობს ყველაზე მეტად რომ გადაინტერესო და ეომბოს რუსეთს სწორედ რიმლენდის საზღვრების დახმარებით. და მუდმივად იყოს იქ არეულობა. პრიბალტიკა, უკრაინა, მოლდოვა, ბელორუსი, ბელორუსი ვერ მოერევნენ, საქართველო. ანუ ამით ცდილობენ რომ დაუპირისპირდნენ რუსეთს და დაასუსტონ. ამაში იყენებენ ჩვენ აქ იდება მილიონობით დოლარი, NGO სექტორი, ოპოზიციების დაფინანსება, რომ მაქსიმალურად, რაც ამერიკის შეერთებული შტატების გეოპოლიტიკური ინტერესებში რა შედის, რომ რუსეთი ყოველთვის იყოს შენი მტერი. ყოველთვის. მნიშვნელობა არ აქვს ეს შენ, რავი, საერთო ენას გამონახავ თუ არ გამონახავ. აგერ აფხაზეთისა და იმის, რა ქვია, სამაჩაბლო საკითხი ღია, მიდი და დაელაპარაკე. ჩვენ დიპლომატებზია ეხა და რუსეთმა საერთოდ მიატოვა აფხაზეთი და სამაჩაბლო. აღარ აინტერესებს, დაფინანსება შეუწყვი და ელექტროენერგია აღარ აინტერესებს. განსხვავებით დონეცკი, ლუგანსკი, ყირიმი, რომელიც მიერთებულია და რუსეთის ტერიტორია ამ წუთის. ბიჭო, ხო უნდა ვისწავლოთ. მე მესმის, რომ ბევრს არ აქვს ამის განათლება და არც მაკინდერი იციან ვინ არის, არც ჰაუსფობერი და ეგენი არ იციან. ხალხო, ესენი ცდილობენ ჩვენ გამოგვიყენონ რუსეთთან საომრად. ზელენსკი არის აი იმის ნათელი მაგალითი. ამ გეოპოლიტიკური დაპირისპირების მსხვერპლია უკრაინა. შესაძლებელი იყო მის თავიდან აცილება, რომ ასეთი სანქციების ქვეშა და ასეთი მაქსიმალური ფობიის ქვეშ არ მოექცია, აი სწორედ მაიდნის შემდგომ ზელენსკის პოლიტიკაში მოსვლამდე რუსები, რომლების ეხა აღმოსავლეთი მიწები ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ რუსულენოვანი იყო ყოველთვის, ხო? მე ხარ რუსეთი წმინდანად კი არ გამავყავს, რა თქმა უნდა, იმათ ცალკე ცოდები და ცალკე უბედურებები აქვს, რაც გააკეთეს ამ ომში. მე იმათ რა თქმა უნდა არ ვამართლებ. მაგრამ მე მინდა რომ ობიექტურად დავსვათ ჩვენ ნათელი ვექტორები, რომ ჩვენ იგივე შეცდომა არ დაუშვოთ. არ გამოვაყენებინოთ იმპერიებს საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის ჩვენი ერთი ბედკრული პატარა საქართველოს თავი ხალხო. ძნელია ამის გაგება? ახალი წელი დადგა რაღაც იმის ისე კიდე იმ ბრძოლაში ვართ რომ აი ხვალზე რაღაც გადატრიალება არ მოხდეს, ვიღაცამ ეს არ გააკეთოს, არ შეიძლება ესეც მაო რა. და ქართული ხალხი არის ბრძენი, უმრავლესობა, უბრალოდ უმცირესობები ჩანან და ეგ არის ყველაზე დიდი ბრძენია უმრავლესობა. ამ ბრძენმა ხალხმა გადაწყვეტილება უკვე მიიღო და ძალიან კარგად ესმის რა პროცესები ხდება აქ. რავი, ბოდიშთ, ცოტა ისეთი, მაგრამ ნერვიულობ ამ საკითხებზე, იმიტომ რომ რავი, ეგზისტენციალურად ეხება ჩემ ქვეყანას, ხო?
მე მაქსიმალურად ვცდილობ ჩემი პლატფორმა გამოვიყენო, რომ მივაწვინო იმ თავრობა იქნება იმათ ხმა, მივაწვიო იმათ ხმა ყველას, რომ არ მინდა ეს ქვეყანა მე ვნახო ომში, არ მინდა ეს ქვეყანა ჩახოცილი ვნახო და არ მინდა რომ თქვენ მკვდრები იყოთ. ღმერთმა მრავალ ახალ წელს შეგახვედროთ. ღმერთი იყოს საქართველოს მფარველი. დავლოცავ თქვენ ოჯახებს, თქვენ თითოეულ წევს, დავლოცავ ჩვენ სალოცავებს, ჩვენ ქრისტიანულ კერებს საქართველოში, ჩვენ მართლმადიდებლური სახელმწიფო გვაქვს, ჩვენ პასუხისმგებელი ვართ მარტო ერის კი არა, ასევე ღვთის წინაშე მეგობრებო, ამიტომ გეხვეწებით. ძალიან გთხოვთ, მე მესმის რომ ბევრის მოსმენა ამ მოკლე დროში ძალიან რთულია ხანდახან, მაგრამ ჩვენ თუ არ დავდექით ისტორიის სწორ მხარეს, ჩვენი შვილები და ჩვენი შვილები გაცილებით ბევრად უარესა და ბევრად ჯოჯოხეთურ ქვეყანაში ცხოვრობენ, ვიდრე ეს ჩვენმა მამაპაპების თაობამ გამოიარა. მე ახალგაზრდა ვარ, ძალიან კარგად მესმის ეს სპეციალობა მაქვს დამთავრებული. მე ვიცი რა არში არის ამერიკა, კარგი რაში არის ამერიკა, ცუდი, მე ვიცი რაში არის რუსეთი, ცუდი რაში არის. ყველაფერი ძალიან კარგად, იმიტომ რომ ჩვენ არ უნდა ვიყოთ რადიკალები, უნდა ვისწავლოთ კარგისა და ცუდის გარჩევა და ჩვენი თავი არ გამოვაყენებინოთ არავის მეგობრებო. როგორც ზვიადი იტყოდა, ბატონი ზვიადი იტყოდა, ვიყოთ ჩვენი ქვეყნის მხარეზე და ნუ იქნებით იმპერიების მხარეზე. თორე ეს ჩვენ დაგვიბრუნდება მე ისევ და ჩვენი პატრონი საერთოდ არავინ არ არის ამ ქვეყანაზე. აგერ უკრაინა ვერ ხედავ ერთი ნატო ჯარისკაცი იქ არ ბრძოლობს. ერთი იარაღს არც მოკვდი, არც გაიხარო, იარაღს აწვდიან, ეგეც ნახევარზე მეტი ახლო აღმოსავლეთში იყიდება და აგერ უკრაინა ისე კორუმპირებულია, დიდრდებიან ოლიგარქები იქ და ხალხი იხოცება. რატო რა დააშავა იმ უკრაინელმა ხალხმა? უკრაინელი ბავში არ არის, უკრაინელი ქალი არ არის, უკრაინელი კაცი და ის ახალგაზრდა არ არის კაცი. მე რომ ვაფასებ რომ მოდიან აი უკრაინა ეზიზღება, მე უკრაინა კი არა მეზიზღება ხალხო. მე მეწოდება უკრაინა რომ ასეთ რთულ და უბედურ მდგომარეობაში ჩააყენეს, ხო? და რატო იმ პოლიტიკოსებმა ვერ ივაშკაცეს თავის დროზე და რომ გამოაყენებინეს NGO-ებს, ოპოზიციასა და ამერიკის მიერ დასმულ ლაქიებს, აი ეს სატანა მოიყვანეს ხელისუფლებაში, დაიწყო ომი და უკრაინა რა დღეშიც არის, ეგეთ მშვიდობას არც ერთ ქვეყანას არ უსურვებ. ამას პროფესორობა საერთოდ არ ჭირდება და ამას არ ჭირდება საერთოდ ლაი და ეგეთი რა, ამას მარტივი გონებითაც უნდა ხვდებოდე, მაგრამ ავი ვერ ხვდებიან ბევრი ამ ქვეყანაში, ვერ ხვდებიან. ხო. თავარია აგერ ჩემი გამომწერები და თქვენ მიხვდეთ და ერთმანეთს გაუზიაროთ, თორე იმათ რაც გინდა უბრახუნეთ თავში და რაც გინდა წიგნები თავზე აყარე მეგობრებო, აზრი არ აქვს ესენი კაცი რო ვერ მიხვდები ამდენი წელია როგორ გიყენებენ საკუთარი ინტერესებისთვის, ეს უკვე ავი ესე არ უკვე აი ვიცი რა, ძალიან დაბალი დონეა უკვე, ძალიან დაბალი დონე. გაგიმარჯოთ, ღმერთი იყოს თქვენი მფარველი, დავლოცავთ ეს საქართველოს. და ღმერთმა გადმოხედოს ამ საქართველოს და იქნება ეს 2025 წელს დავლაგდეთ და ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხი უკვე ღიად დადგეს. რეალური სარჩულის ქვეშ, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენთვის. გაუმარჯოს ერთიან დამოუკიდებელ სუვერენულ საქართველოს. ფარავდეს ღმერთი. კარგად იყავით მეგობრებო. რამდენიმე დღეში ისევ დაგიბრუნდებით დროებით.